საქმიანობა საზოგადოებამ იცის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოიპოვა წვდომა ჩინეთის ბანკთა შორის ობლიგაციების ბაზარზე, რაც საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს განახორციელოს ინვესტიციები ჩინურ ფასიან ქაღალდებში. ეროვნული ბანკის განცხადებით ეს ნაბიჯი დაეხმარება სავალუტო რეზერვების რისკების დივერსიფიცირებას, ოპერაციების ეფექტიანობას და მათ შორის ხელს შეუწყობს ფართო ინსტრუმენტებზე წვდომას. დღეს ამ საკითხზე ვიმსჯელებთ სპეციალისტთან ერთად, რამდენად სასარგებლო იქნება ეს ინვესტიციები ეროვნული ბანკისთვის, რა სავალუტო, საბაზრო და მათ შორის საკრედიტო რისკებს შეიცავს. საქმე დილას შემოვერთ და არჩილი იაკობაშვილი, საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი და ასევე ეკონომიკის პროფესორი. მოგესალმებით არჩილი. გამარჯობათ. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენს მოწვევისთვის. დაახლოებით 2 დღის წინ გავუზიარეთ ეს ინფორმაცია ჩვენს მაყურებლებს საქმიანი დილას ეთერში, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია სწორედ იუანის უფრო მეტად გააქტიურებაზე, ხო, რეზერვებში. თუმცა რისკებზე მინდა ვისაუბროთ დივერსიფიცირების ნაწილში, რას ნიშნავს მეტად გააქტიურება ჩინეთისა. ზოგადად ცენტრალურ ბანკებს შორის ჩვეულებრივი პრაქტიკა არის ის მოვლენა, რომ ერთმანეთთან აქვთ მიმდინარე ანგარიშები, ამ მიმდინარე ანგარიშებზე მიბმული აქვე ანგარიშები ფასიანი ქაღალდების ანგარიშწორებისათვის და კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ ჩინეთის მეორად ბაზარზე, სადაც დომინირებენ თავად ჩინეთის კომერციული ბანკები, უცხოელ ბანკებს და ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს შეეძლება, რომ კვოტები მიიღოს. აი ეს იგულისხმება. ასეთ პრაქტიკა ეროვნულ ბანკს ყველა შემთხვევაში აქვს ევროსთან და ამერიკულ დოლართან მიმართებაში, ავსტრალიური დოლარი, კანადური დოლარი, ბრიტანული ფუნტი, შვეიცარიული ფრანკი, ასე რომ ამ მხრივ ეს ნიუსი რაიმე დიდ პრაქტიკულ სიახლეს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ 20-21 საათს თუ შევხედავთ და იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო, სხვა პრაქტიკას ჰქონდა ადგილი. ახლა რაც შეეხება დივერსიფიკაციის საკითხს, რომელიც წამოწევთ რისკები და დივერსიფიკაციო, თუ კი იუანის დივერსიფიკაციის მიზანი არის ლიკვიდობის უზრუნველყოფა, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს იქიდან, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი სავაჭრო პარტნიორია და იმპორტზე დამოკიდებულობამ ჩინეთზე უკვე 10% შეადგინა, სადღაც 2 მილიარდი დოლარის ფარგლებში, მაშინ აი სხვა ვალუტებთან ერთად ჩინურ იუანში ლიკვიდობაც ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა ცენტრალურ ბანკისთვის, ოღონდ ამისთვის არ არის აუცილებელი, რომ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გახდეს აქტიური. ამისთვის საკმარისი არის, რომ ან თავად ჩინურ კომერციულ ბანკებში, ან შეიძლება დასავლეთის კომერციულ ბანკებშიც განათავსოს დეპოზიტების სახით, მოკლევადიანი დეპოზიტები ჩინურ იუანში, ან როგორც ევროპულ ცენტრალურ ბანკებს აქვთ, FED-საც, მხოლოდ და მხოლოდ cash პოზიციები დაიკავოს ჩინურ იუანში. ძირითადად მაინც სავალუტო რეზერვები, როგორც სტატისტიკის მოკვლევა მაჩვენა, ჩინური იუანის ფასიან ქაღალდებში, ადგილობრივ ფასიან ქაღალდებში, მაინც მართლა აღმოაჩნდათ რუსეთს, ირანს, აი ეს ორი ქვეყანა არის წამყვანი, რომლებიც ფლობენ საინვესტიციო პორტფელებში. ახლა თუ რაც შეეხება იმას, თუ დივერსიფიკაციის მიზანი იქნება ინვესტიციების განხორციელება, ნუ ზოგადად საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ცნობილი არის, რომ ჩინეთის სახელმწიფოს ადგილობრივი ობლიგაციები მაინდა-მაინც ატრაქტული არ არის სამი ძირითადი გარემოების გამო. პირველი ეს არის სავალუტო კურსის ასპექტი. ჩინეთის სახელმწიფო ორიენტირებულია იმაზე, რომ საკუთარი ეროვნული ვალუტა არ გაამყაროს, ამისთვის ინტერვენციებსაც ახორციელებს ცენტრალური ბანკი და როდესაც უცხოელი ინვესტორი შედის ზოგადად სხვა ვალუტის
ობლიგაციების ბაზარზე მის ერთ-ერთი მოლოდინი უნდა იყოს, რომ ეს ვალუტა გამყარდება. და როდესაც უკვე აცლოულობით საწინააღმდეგო პოლიტიკა აქვს ჩინეთის ცენტრალურ ბანკს, ძნელია რომ ეს სავალუტო ესე იგი დაჰეჯირებასაც აზრი ეკარგება. ეს ერთი. მეორე, თავად ფასწარმოქმნის მექანიზმი ჩინეთის ბაზარზე ცოტა განსხვავდება, მნიშვნელოვნად განსხვავდება დასავლურ გამოცდილ ბაზრებზე ობლიგაციების ფასწარმოქმნისაგან. საქმე იმაშია, რომ აქაც სახელმწიფო და შესაბამისად ჩინეთის ცენტრალური ბანკი ერევა საქმეში, თუ დასავლეთის ბანკი თუ კაპიტალისტური ეკონომიკების ობლიგაციების ბაზრების შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს ცენტრალური ბანკებისგან წარმოადგენს მოკლევადიანი განაკვეთის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა, ხოლო საშუალო და გრძელვადიან განაკვეთებზე მრუდის ფორმირება აბსოლუტურად ბაზრისთვის არის გადაცემული და შეუძლიათ ბაზრის მონაწილეებს ეს სპეკულაციისთვის და არბიტრაჟისთვისაც გამოიყენონ მოგების მისაღებად. ჩინეთის ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა გულისხმობს ყველა, ესე იგი, მრუდის ყველა მთავარი განაკვეთის განსაზღვრას, ესე იგი, განსაზღვრავს როგორც ერთხიანი, ისე შვიდდღიანი, ისე ერთთვიანი, ერთწლიანი, ორწლიანი, ხუთწლიანი და 10წლიანი ფულის საორიენტაციო ღირებულებას, მიზნობრივ მაჩვენებას. შესაბამისად, მაგალითად, ახლა ეგრეთ წოდებული დურაციის ვაჭრობები აინდა მაინც სარგებლის მომტანი ვერ იქნება და მესამე ფაქტორი კიდევ კი ვამბობთ ახლა კომერციული ბანკები, მაგრამ მათი კატეგორიზაცია ხდება ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო პოლიტიკურ ბანკებად არიან ისინი ცნობილი დარგობრივი პროფილის მიხედვით, თქვა, მშენებლობისთვის, ოფისმეურნეობისთვის, მრეწველობისთვის, საგარეო ვაჭრობისთვისაც. ანუ ამ კომერციული ბანკების ერთი მიზანია, რომ სახელმწიფო პოლიტიკა განახორციელონ მათ შორის ობლიგაციის ბაზარზე და ეს გულისხმობს, რომ შეზღუდონ უცხოელი ინვესტორები მაქსიმალურად, რომ მოგების გენერება უსაშველოდ მოახდინონ ერთი და მეორე მათი მთავარი დანიშნულებაც არის არა ის, რომ კაპიტალის ადგილობრივი ბაზარი განავითარონ, არამედ აი ამ კონკრეტული დარგების დაკრედიტება განახორციელონ. ახლა ზუსტად ამის გამოც არის, რომ ესე იგი ემისია სახელმწიფო ობლიგაციების არის დაახლოებით 20 ტრილიონი დოლარის ფარგლებში, კორპორაციული ობლიგაციების სადღაც 7 ტრილიონის ფარგლებში, ჯამში 27 ტრილიონი. მხოლოდ ეს კომერციული ბანკები, მოთამაშეები, ეს 4 თუ 5 წამყვანი ბანკია ჩინეთში, ფლობენ 70%-ს საკუთარ ფლობელობაში აქვთ ეს ობლიგაციები. დანარჩენი 25% არის ჩინეთში მოქმედ საინვესტიციო ფონდებში და კერძო პირების ხელში და უცხოელების ხელში, ზუსტად აი იმის გამო, უცხოელების ფლობელში ზუსტად იმის გამო, რომ მოგება მაინდა-მაინც სახარბიელო არ არის და ესე იგი ნულოვანი თამაშია რა ჩინურ ობლიგაციებში ინვესტიციების განხორციელება დიდ სარგებელს ვერ მოიტანს მაინც და მაინც მაქსიმალური წონა უცხოელების 2025 წელს დაფიქსირდა სადღაც 3%-ის ფარგლებში, მეტი არა აქვთ. ახლა თუ მაინდა-მაინც გეოგრაფიულ დივერსიფიკაციაზე არის საუბარი, იგივე სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნები არის აზიის რეგიონში იაპონია და კორეა, მაგალითად, იაპონიის განაკვეთების დონე დაახლოებით ისეთია, როგორც ჩინეთის, სადღაც 1.55 წლიანი და 2%
10-ლიანის, კორეის განაკვეთები შედარებით მაღალია. და იმავე რეგიონში არსებობენ კიდევ უფრო კი არა საუკეთესო სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნები, როგორიც არის სინგაპური და ავსტრალია, რომელთა მრუდებზე განაკვეთები ორჯერ უფრო მაღალი არის ვიდრე ჩინეთის განაკვეთები და ავსტრალიის ბაზარზე მუშაობის 10-ლიანი ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, სხვა შორის SEPS ჩემი ძველ დროს იქ მუშაობდა. ასე რომ ესე იგი ლიკვიდობის მიზნით დივერსიფიკაცია კი, მაგრამ ინვესტიციისთვის მაინდა-მაინც ანუ შემოსავალი რომ მოუტანოს თავად ცენტრალურ ბანკს, მაინდა-მაინც სახარბელო ვერ იქნება და იქ ვინც არიან გადაწყვეტილების მიღებნი, ამას სწავლობენ პროფესიულად, სტრატეგიული asset allocation ქვია ამას, ეგ განსაზღვრავენ ყველაფერს და თვითონ გადაწყვეტენ მერე ინვესტიციები განახორციელონ. ჩვენს დაველოდებით და უცბად დავაკვირდებით ამ მიმდინარეობას, რამდენად სწორი და მათ შორის ეფექტური იქნება. მადლობა, ბატონო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და დეტალური ახსნისთვის, მათ შორის არჩილ იაკობაშვილის მასპინძლობით საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი და ეკონომიკის პროფესორი იყო ჩვენთან ერთად.